გაბრიელ. დიახ. გავრცელდა ინფორმაცია, ოღონდ არ ვიცი საიდან, მართლა არ ვიცი, რომ გაბრიელიო ვარჯიშს ვეღარ გააგრძელებსო, ხელი ისე მაგრად მოიტეხაო, რომ კარიერას ასრულებსო და არ ვიცი საიდან გავრცელდა ესეთი ჭორი, მართლა გავრცელდა. მე როგორც მითხრეს, უბნის ბავშვებმა გავრცელესო. დარწმუნებული ვარ უბანში შენ ისეთი მეგობრები არ ყავს, რომ ესეთი ტყუილი გაევრცელებინათ. მოკლედ ერთმანეთს, ხო, ჩვენ უბანში ყველა კაი ბავშვი ცხოვრობს და ტყუილა აბრალებთ. რაღაცებს იგონებენ და მოდი პასუხი გავცეთ და უპასუხე ამ ყველაფერს. ხელი როგორ მოიტეხე, ლავიწი როგორ მოიტეხე ეს ერთი როგორ დაიწყო, სად იყავი, რატო ჩახვედი, როდის ჩახვედი და საერთოდაც მერე სამომავლოდ შეგიშლის თუ არა ხელს რომ გააგრძელო შენი საქმიანობა. თორე მართლა ძალიან დამღლელია ეს ამდენი ერთი და იგივე კითხვა და მე პასუხს გასცემ და მაინც იმ კითხვას რო სვავებ. წავიდა. ეს არ არის. ციყვი, შენ ესე ცალი ხელით აპირებ, ეხა ასკინკილით? გამაგარი ფორმა გაჩუქეს, ბიჭო. ვაუ, გამაგარია, გილოცავ. დამენახე. აჰა. ძალიან კაი. ჯერ ერთი ხელი მომიჩება და გავაგრძელებ ჩემ კარიერას. არაფერი არ დამთავრებია, არაფერი არ მომიტეხია ეგრე, მაგრამ გავაგრძელებ, მეგობრებო. იტყუებია. არ დაუჯერეთ. აჰა. ხელი მოვიტეხე სტადიონზე. ბავშვი დამეჯახა და ცუდად დავეცი და მოვიტეხე ლავიწის ძვალი. ლავიწის ძვალი ხელი არც არის. აი აქ აქვს გაბრიელს, აი აქ. აი აქ აქვს გატეხილი და მინდა გითხრათ, რომ როგორც თვითონ მითხრა, მე არ მინახავს, იმიტომ რომ ამის უფლებას არ მივცემდი. გუშინ ხელი ბოლომდე ავწიო და არ მეტკინაო. მართლა მასე იყო? კი. დაიღალეთ ბიჭებო. გაბრიელ, როგორია, როგორც ფეხბურთელის ვარჯიში? ცუდი? შენ იმიტომ დაიღალე, რომ ახლა ერთი თვეა ფეხი არ გაგინძრევია და. აბა ესენი კი არიან რობოტები, არც დაღლა ეთყობათ, არც ოფლიანები არიან. ესეც ნახე რა ყოჩაღად არის, ესეც როგორ მშრალად არის, შენ გაგდი სოფლი. არა, ეგ ნორმალურია, ციყვი, ერთი თვეა, აბა არაფერს აკეთებ და აღდგენა უნდა ამ ყველაფერს. ახალი სადგური. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანში დაუბრუნდები შენ საქმიანობას აი სრული ძალებით? ძალიან მალე. ძალიან მალე? კი. 20 დღეში საუბრობ. 20 დღეში? 20 დღეში არ ამგონია. როდის იხსნი საბოლოოდ? მე ვიხსნი სამშაბათს. ხო? ანუ 2 დღეში. კი, 2 დღეში. სამშაბათს ვიხსნი. შეგიძლია ეგ მოიხსნა შენი ხელით? კი, შემიძლია. აბა მოიხსენი. ოჰო, აი. იტელი. კარგია. დაგვენახე, მიწიო უკან. აჰა, ეს იმად დასანახად, ვინც რაღაცებს იგონებს და არა. რა არის, ცუდი კი არ არის, როცა ბავშვები შენზე ნერვიულობენ და ფიქრობენ, მაგრამ უბრალოდ ცუდად მოქმედებს, როცა ისე ჭორებს ავრცელებენ, თითქოს აი მე ვეღარაძეს ვეღარ შეძლებს, მე იცი რა მოვისმინე? რა? ცლად უარეს და საგიჟეთი. ხელსაჭრიანო. მართლა გეუბნები, ხელსაჭრიანო და რავი, ეს უკვე პიკი იყო ეს რომ მოვისმინე რა. აჰა, როგორც ნახეთ თავის ხელით მოიხსნა, ასევე თავის ხელით შეუძლია გაიკეთოს, გაიკეთი მიდი. Ja, ყოჩა. მოკლედ მისტერ გაბრიელს ზბორები აქვს დევას სკულშიც და FC-სანშიც. ჯერ მიდის დევას სკული, მერე მიდის FC-სანი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ შეუერთდეთ. თუმცა არის გარკვეული პრობლემები. რამაც შეიძლება ხელი შეგუშალოს და
ნუ პრინციპში გულდასაწყოტია ეს პრობლემები, გაისწორე ეს. თქვენ ჩემი მაისური ხო არ გაცვია თუ გაცრავად? კი, მომწ შეიძლება იქ. ჩემი მაისურები. მოკლედ. აქ არის ტოპ კითხვები, რომლებსაც ვაპირებ, რომ შორთებში გავაკეთო, იმიტომ რომ აქაც დავსვა კითხვები და შორთებშიც არ გამოვა რა. გუშინ იყავი უჩას ოსიაშვილთან და ვოვა ვაშაძესთან და გაჩუქეს ნაპოლის ფორმი. მოდი აბა რა გადმოგწეს. ეს ნაპოლის მაიკა. ახარეს. ჩემმა უფროსმა მეგობრებმა. რა გადმოგწეს? ნაპოლის მაიკა და შორტი. მე არის ეს. მე მგონი უკვე გამოცვლილი უნდა იყოს. კი, გავიყო ხა გამო. ავაი გასწ. მოჩქეს და ძალიან მაგარ გამოიხატა. გაჩუქეს და ივარჯიშე მათთან. აქედანაც კითხვები წამოვიდა გაბრიელმა თავი გაანება მეკარეობასო რა ხან ეს ვიდეო ნახეს? იქე მაგან გვიმარტო. არა, არ გამიმინებია. გაგი როგორ? არ როგორ? გამინებებია. როგორ? არ გამინებებია. არ გაგინებებია, ხო? უბრალოდ რა? უბრალოდ მეკარეობაში ცოლიშვდა ფეხბურთელობაშიც. მეკარე გარეთაც უნდა იყოს კარგად და კარშიც უნდა იყოს კარგად. ხო, ძველი დრო აღარ არის მეკარე მარტო თავის აჯარი მოსლომიროვა. მეკარე უნდა აკეთებდეს ყველაფერს. თანაც გაბრიელმა ბურთის ტარება კარგად იცის და გუშინაც კარგად გაართვა თავი. აპირებია რომ ბატონმა უჩამთქვა რომ პრობლემა არ არისო, როცა მოუხერხდება, მოვიდესო და ავარჯიშებ როგორც ფეხბურთელსაც, იმიტომ რომ საჭიროაო. პრინციპში საჭიროა, კი, მართალია. ვივლი. აპირებ როია რომ მის მეუხედავად რომ შორს არის. დიახ. აი, კარგია ნიკოლო. კარგია. ეს ამოიღე, რატო? ავარე ბევრი მოსაუბრა გააკეთე, ბევრი მოსაუბრა გააკეთე. და როგორ უნდა გაანაწილოთ რომ ეხლა ნახე სექტემბრიდან შენი განრიგი როგორი იქნება? ცურვაც დაგემატება სიმაღლისთვის და ჯანმრთელობისთვის. დაგემატება ინდივიდუალური ვარჯიში ეს ფეხბურთშიც. კვირაში ერთხელ მაინც. დევას ქულში ორჯერ უნდა იარო და ისანში 5 დღე და სკოლა პლუს ამას. ნუ სკოლა იმედი მაქვს დამთავრდება 93 და გადმოხვალთ აქეთ და როგორ ფიქრობ გაანაწილებ დროს ისე რომ ყველგან იყო? კი, გავანაწილებ. აი რანაირად დაგეგმავ შენ დღეს რომელ საათზე ადგები და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად ავდგები 7 საათზე. როგორ ყოველთვის, მერე? არა. ორი კარი შედა. ამხას არ ყვეთავს. დამწველი არ ყვეთავს ამ. თავი მე ცეფლაში ჩვენ ხო ამაზე ნასაუბრები გვაქვს. ნასაუბრები გვაქვს რა? რომ შეიძლება მეიღო ესეთი ტრავმა რო რა? ნუ ვერც ვეღარც გააგზავნე საერთოდ ფეხბურთის თამაში. თუ ვერაფრის კეთება. ხო. და ამ დროს დარჩები როგორი, რანაირი? დარჩები გაუნათლებელი. გაუნათლებელი არა. გაუნათლებელი, ხო? კარგია, შეუცვალე. ისე ვაკეთ წამოვიღე. დაიცავი თავი. აი. მოგეწონა როგორც ინდივიდუალური ვარჯიში, როგორც ფეხბურთში? კი, ძალიან მომეწონა. ძალიან კაია. ფორმისთვის მადლობა გადაუხადოთ ახლა.